დღეშოთომის ხეა ზუგდიდის სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი საერთაშორისო პროგრამების შესახებ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს. დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა ახალი საკონკურსო წლის დაწყების პროცესი, რომელიც ხორციელდება Erasmus Mundus-ის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ საერთაშორისო მობილობით შვედეთში, პოლონეთში, საფრანგეთში, იტალიასა და პორტუგალიაში. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალი 2013-14 ერასმუსის საკონკურსო წლისთვის მზადება. სტუდენტებს გავაცანით ვადების შესახებ ინფორმაცია, როგორ მოიმზადონ კონკურსისთვის და როგორ ჩაერთონ, რომ ახალი საკონკურსო წელი გამოიყენონ ისე, რომ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მეტი ერასმუსელი სტუდენტი ყავდეს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ სტუდენტი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცის რეალურ სტანდარტების შესაბამის, ესე ვთქვათ, განათლებას და კომპეტენციებს დაეუფლოს. ერთ-ერთი და ამ ეტაპზე პირველი ერასმუსელი სტუდენტი, რომელიც ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელს გაიტანს შვედეთში, არის ელენე ნადარაია, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას 1 წლით გააგრძელებს მალმოს უნივერსიტეტში. ელენემ დღეს სწორედ მისი სწავლისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ სტუდენტებთან ისაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. Სიამაყით ვაცხადებ კიდევ ერთხელ, რომ შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის საგანმანათლებლო სივრცის სრულუფლებიანი წევრი გახდა და ეს დასტურდება იმით, რომ უნივერსიტეტს უკვე ყავს პირველი ერასმუსელი სტუდენტი, რომელიც ისწავლის 1 წლის განმავლობაში შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში და დაგვიბრუნდება უკვე, რა თქმა უნდა, მას ვაღიარებთ იმ კრედიტებს და ბავშვი გააგრძელებს პირდაპირ სტუდენტი მეოთხე კურსზე სწავლას. ვდივარ საზღვარგარეთ, კერძოდ მალმოში, მალმოს უნივერსიტეტში გავაგრძელებ 1 სასწავლო წლის სწავლას საერთაშორისო ურთიერთობებზე. მე დღეს დამსწრე საზოგადოებას მოვახსენე ჩემ შესახებ თუ რა მევალება იქ საზღვარგარეთ წასვლას იმ უნივერსიტეტში, თუ რა აპლიკაცია შევავსე იმისათვის რომ გამემარჯვებინა და მომეცა საუკეთესო შანსი სწავლა გამეგზელებინა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სასწავლო უნივერსიტეტში. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ ტემპუსის ახალ პროგრამაზე ისაუბრა და სტუდენტებს უნივერსიტეტში დაგეგმილი შეხვედრები გააცნო. დღეს უნდა განვაცხადოთ ასევე რეგიონის საამაყო და არა მარტო უნივერსიტეტის, რომ ტემპუსის პროექტის ფარგლებში, რომელიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტია, რომელშიც ჩართულია ასევე უნივერსიტეტი, უნდა გითხრათ, რომ ლიტვაში წამყვანი უნივერსიტეტების, მათ შორის ბრიტანეთის და პორტუგალიის უნივერსიტეტის ტემპუსის პროექტში ჩართული ექსპერტების შეხვედრა შედგა პირველი, ხოლო მორიგის შეხვედრა დაიგეგმა საქართველოში და კერძოდ შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ ამ შეხვედრას უმასპინძლებთ უკვე ივლისში და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი უნივერსიტეტის და არა მარტო უნივერსიტეტის მთლიანად რეგიონის ცხოვრებაში. შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულუფლებიანი წევრი გახდა. უნივერსიტეტი წელს პირველად უმასპინძლებს წამყვანი უნივერსიტეტის ტემპუსის პროგრამის ექსპერტებსა და ტემპუსის პროექტში ჩართულ ყველა ქართულ უნივერსიტეტებს.